Ძვირფასო მეგობრებო, მივეხმაროთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონ ზვიად კვაჭატურა. დიდი მადლობა ბატონ ზვიად, რომ მოგდან ჩვენთან გადაცემაში. ვიცი რომ დღეს ძალიან მძიმე დღე იყო, ხო? როგორი დღე იყო დღევანდელი? გაუსაძლისი. ეხლა რომ მოგიწვიეთ გადაცემაში სტუმრად, ისიც აი პარლამენტიდან გამოვარდით და მოხვედით, იმიტომ რომ ძალიან ისეთი დღე არის, ძალიან კამათები, ჭუბები, ბრახუნები და ასე შემდეგ რა. შენობით ვისაუბროთ თუ თქვენობით, როგორ თუ გაწყვეტ? შენობით. იმიტომ თქვენობით მარტო პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ვესაუბროთ, ეგ ვიყავი. აი ახლა ეს დღევანდელი ამბავი, ეს მოსამართლეების სწრაფი განხილვა იყო, ხო თუ რაღაც მოსამართლეების დაჩქარებული წესით არ ერქვა, მაგრამ სინამდვილეში კროსის წესით იყო. ელვისებური სწრაფით დასამტკიცებელი იყო ეს, ხო? კანონ პროექტი, კი, გობახიცის კანონ პროექტი. არც გქონდათ ხო რაღაც წაკითხული ბევრ სიტყვაზე, რაზე უნდა ეყაროთ კენჭი თუ რაღაცაზე არა, ეს იყო ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ერთი შეუკვეთეს და მეორე ჩამოვიდა სხვა ზომის და იმდენად გაბრაზდნენ რომ წაკითხვაც არ უნდათ. უცნაურია, როცა ამხელა თანამდებობის პირები ამბობენ რომ ჩვენ ვენეციის დასკვნას არ ვითვალისწინებთ, იცი რაღაცა არ მოგწონს. ეს საერთოდ ანეკდოტური სიტუაცია, მაგრამ არა ძალიან დიდი იმედით ელოდებოდნენ და მართლა ჩამოვიდა მართლა ხაშს რო შეუკვეთავთ და ბორშს რო მოგიტანენ, ისეთი რაღაცა იყო რესტორანში. იმიტომ რომ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ჩამოვიდო და აბსოლუტურად გამაправებელი. ხო. დასკვნა და ჩამოვიდა დასკვნა, რომელმაც დაახურა ყველაფერი თავზე. და მარტო ეგ არა, იქ ცალკე უთოს დასკვნა იყო კიდე, ოდირის დასკვნა. ეს დასკვნა მიეყარა ძალიან, ეს ბოლო პერიოდი. ხო, ნუ ახლა ეს ისდება, სადაც სულაც არ გვაქვს სახუმაროდ საქმე, მაგრამ რა გავაკეთოთ? ზოგადად ახლა პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს ხოლმე ძალიან ესეთი გამოსვლები, ხისტი, გაუგებარი, გაურკვეველი, მაგრამ სულ მაინტერესებს, აი საიდან მოვიდა ეგ თვითონ ეგ პიროვნება? გაჩნდა. საერთოდ ხო, საიდან მოვიდა? ხო, თვითონ ყობახიძე. ოცნებაში ერთმა წესიერმა კაცმა მოიყვანა. ხო. მაგრამ მე რო გაგვირთულდა მასთან ურთიერთობა, ამას პასუხი მოვთხოვეთ. მე და ჩემმა მეგობრებმა. კაცო, მეო ექსპერტად მოვიყვანეოდა თქვენ პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნეთ და შემოიყვანეს უბრალოდ ექსპერტად და პარლამენტის თავმჯდომარედ. აი მე სიმართლეს ვამბობ, არ ხობრო. მართლა ესე იყო. ბატონ ზვიად, ესეთ შეკითხვა, სერიალებს თუ უყურებთ? შიგადაში ვუყურებ ჩეცედეს, კი. რამდენად თვლით რომ სერიალი შეიძლება იყოს ქვეყნის გადარჩენის ხსნა, ანუ სერიალებში იყოს გადარჩენის ხსნა, ანუ ესეთი სხვა რა დაგვრჩენია. თუ ვინმე ზედმეტი სამუშაო გამოუჩნდება და ვიღაცები რაღაცებს გადაიღებენ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როცა ახლა რაღაც უდროო დროს დაიწყებ ამაზე ლაპარაკს, მე მგონი სატყვა არა ადამიანი არა. კი ბატონო. ცოტა გავხიარულე. გავხიარულე, კი. მე ვიცი რომ სერიოზულ თემებზე მე სერიოზულ ზოგადად ახლა თქვენ როგორც ახლა იუმორის ისე მიყურეთ, მაგრამ მე ხვალ ვინ მიქნები კაცმა არ იცის. რა ვიცი. რაც თავი მახსოვს, ის ხარ ვიცხარ და ახლა რა წიწუ. ხო ხედა უკრაინაში რეები ხდება. სადო ბიზნეს. ხო და ახლა ცოტა ისიც ცოტა ესეც ამბავია. 6 წელი ბოდიში. ხო. ბატონ ზვიად, ახლა თქვენ ხართ გურული კაცი. ფესვიანი გურული, ხო ეს? ხო და მე მაქვს ესეთი თქვენი წიგნი ახალი, ეს წიგნი გამოგა. ერთი წლის არის ცოტა. ხო ეს წიგნი. საკრიმანჭულოში ესე ქვია, ხო? არა, მას ქვია Facebook ექსპედიცია საკრიმანჭულოში. ეს არის Facebook ჯგუფი საკრიმანჭულოში. საკრიმანჭულოს საზოგადოება ესე ქვია. ხო, საზოგადოება და უძველესი ჯგუფია ქართულ Facebook-ზე. და იქ არის აი ძალიან ბევრი გურულებზე ამბები. 11 თუ 12 წლის. ამბები და იქიდან არის ამოკრეფილი რაღაცეები, ძალიან საინტერესო. ხო, ძალიან ბევრი იყო, ვინც მთხოვა ამის შესახებ, რომ იქნება შევკრიბოთ ერთად და თვითონ ჯგუფი მე დავაარსე, ჯერ კიდევ როცა Facebook-ი შეიქმნა მაშინ და. ხომ რამდენიმე სხვა ვეტყოდი ახლა. რა ვიცი, რომელი ერთი. კი ბატონო, დღეს მაგალითად პარლამენტში აცივდა შენობაში და ვერ ჩავართვევინეთ გათბობა ვერაფრის და აღარ არის გათბობის ზომა, არც გაგრილების ჯერ და ერთი ჩემი ძალიან ახლობელი კაცი იყო ანტუშა მახარაძე, ღმერთმა აწმუნოს. ოზურგეთელი კაცი. ქალაქის სათბო მეურნეობის დირექტორად მუშაობდა და
ძველი დროა 90-იანების დასაწყისიც არ არის მე მგონი და ხო. სკოლაში ვერ ჩართო თავის დროზე გათბობა, ანუ სკოლაში, ქალაქის სკოლებში, ოზურგეთში ხდება ეს ამბავი და დაიბარეს რაიკომში ბიუროზე უნდა გააძრონ ტყავი. ხო და რა დროა ახლა მოგეხსენება? კი. ხო და რა ვქნაო ბატონო, წყალს, მაზუტს და დენს ერთად ვერ მოვუყარე თავიო და როგორ უნდა გავაკავოთ. ეს ან წყალი იყო, ან მაზუტი იყო. ხო. ან დენი და ზოგადად ხო. გათბობისთვის სამივე საჭირო იყო. მე ვამბობ და გადარჩა მოხსნას ამით. ბევრი იცინეს და გამოუშვეს. და იმიტომ მე მაინც გურულებს ძალიან ისეთი დამოკიდებულება გვაქვს პოლიტიკასთან. როგორ უყურებენ პოლიტიკოსებს ახლა მაგაზე ამბები ძალიან ბევრია ხოლმე გურულების რა. 2012 წელი იყო საარჩევნო კამპანია რო იყო. მაშინ როდესაც ქართული ოცნების მაჟორიტარად მიყვიდი კენჭ ოზურგეთში და მაშინ მითხეს ერთი ცოცხალი ანეკდოტი, ნუ გასაგებია მაშინ ნაცებზე მეტყოდნენ, ეხლა ამაზე ვიზე მეტყოდნენ. ეხლა შეიძლება გადაკეთდეს. ახლა რომ მოვისმინო შეიძლება გადააკეთონ. ანეკდოტი ესეთი იყო იმ დროინდელი რომ ნუ მოდი მე გავაერთიანებ და ვიტყვი არც ნაცებს და არც კოცებს, ვიტყვი პარლამენტარებს. ავარია მოხდა ლანჩხუთის ტრასაზე და პატრულს შეატყობინეს და გავარდა პატრული გადარეული, პარლამენტარები მოხდნენ ავარიაშიო. რა თქმა უნდა გავარდნენ გადარეული, გურული მიყვება ერთ-ერთ სოფელში შეხვედრას. ეს იმის მერე მე რო რაღაცებს უყვებოდი, ვპირდებოდი, ოღონდ ხმა მოგვეცით და მეუბნება ბიზიკო რას გეტყვი იცი რა იყო მეთქი და აგერ ჩვენთან ახლოს ავარია მოხდა მასწინათ და რა მოხდა იცი რა მოხდა ასეო პარლამენტარები ავარიაში მოხდა მოვარდა პატრულიო და ორი გურული დახვდა ასე ბარზე ჩამოდებული ხელები და ხო პატრული ეკითხება კაცო პარლამენტარებიო სად არიანო და დავმარხეთ მაგარი კი მაგრამ რატომო კაცო იქნებ ცოცხლები იყვნენო არავინ არაფერს არ ამბობდაო ერთი კი ამბობდა რაცხას არ დამარხო ცოცხალი ვარო მაგრამ მაგენის დაიჯერება რამე სასაცილო ერთი გურულებზეც რამე გითხარი ახლა ერთი ძალიან საყვარელი მღვდელია ოზურგეთში მის სახელს არ ვიტყვი თუმცა ყველა იცნობს დიახ ერთი ძალიან კაი ბიჭი მივიდა მასთან მამაო მანქანა ვიყიდეო და ესე გასაღებს ესე ატრიალებს ხელში მანქანა ვიყიდეო და მიკურთხე რა გეხოცებიო გამოვიდა მამაო გარეთ და შეხედა მანქანას ცხოვრებაში რომ არავის არ ყავდა ნანახი ესეთი მოდელი იყო რაღაცა უცნაური თვალისად ჰქონდა რულისად ჰქონდა რომ ვერ მოძებნიდი და დაი რაია მანქანა მამაო მატორი აქვს ამას კიო უთხრა ისე ყوار და რამდენიანი მატორი აქვს და ამან მორცხვა ჩაწია თავი ერთი და 8 აქვს მამაო მიხვდა მამაო რომ ძალიან მოწყენ და შემოუთათუნა ესე ზურგზე ხედა შენ კაი ბიჭი ხარ 2-ზე და 5-ზე გიკურთხე გამოუკეთა მატორი მაგმაოსტორები დაკავშირებული კიდე ერთი მაგარი ნამდვილი ისტორია იყო ხო ეს ბიჭი ჩემი მეზობელია ოზურგეთში სასჯელ აღსრულებით დაწესებულებაში იყო მცირე ხნით და გამოვიდა და ვითომ მართმევდა ვინმე ცოლის მოყვანა გადაწყვიტა და დაადგა დილის 7 საათზე მამაოს თავზე და ეუბნება რაც ხა უნდა მიშველო ხალი უნდა მოვიყვანო დღეს სასწრაფოდ ოღონდ შენი იმედი მაქვს უთხრა უნდა დამეხმარო და ბიჭო ახლაო 7 საათიაო და ტაძარსო აღებთო 9 საათზეო დღესო და 9-ზე გახვდები კარგად ნუ შეთანხმდნენ და მივიდა მამაო და დახვდა ეს ბიჭი თავის საცოლესთან ერთად და აი შემოდითო და შევიდნენ და დაიწყო ახლა ჯვრის ცერემონიალი ხალხი არ არის არავინ ტაძარში ერთი მესანთლე ქალი ზის იქეთ და გარეთ ერთი თხოვნელი თუ რა ვიცი რა დავარქვა მოწყალებას რო ითხოვენ ხოლმე ეკლესიის წიროდ განან ხოლმე და მამაუნება ხელისმომკიდე მეჯვარეები შემომიყვანეოდა ეს ბიჭი ეუბნება კაცო მამაო ხო გითხარი შენ სიმენძე ვარო და რაც ხა მიშველე და რაც ხა ჩქარა და რაც კაიო უთხრა და დაუძახა მესანთლე ქალს დაუძახა იმ მათხოვარს და დაუყენა მეჯვარეებად დაიწყეს ახლა წრეზე სიარული როგორც არის და მივიდა იმ მომენტამდე რომ ბეჭდები უნდა გაუცვალონ ერთმანეთს და
მომეცი ბიჭო ბეჭდები მამაო ხო გითხარი შენი იმედი მაქვს და შენი იმედი მაქვს კაიო უთხრა მესანთლე ქავს თქვა წვილი სანთლები რო არისო ხო დაგრიხეო და მოიტანეო და მოიტანა იმან ორი წვილი სანთელი და ახლა ეს თითებიო აჩვენეთ და წამოაცვითო ბეჭდები ერთმანეთსა და წამოწია გოგომ თითი წამოაცვა ბიჭმა წამოწია ბიჭმა გადაჭრილი აქვს ეს თითი აბაში ბოლოში მამაო შეხედა ბიჭო ახლა შენ ამეღა მთლად ჩემს იმედზე გვიქნები ყველაფერი ჩემს მაგარია გურულების ამბები ყველა ძალიან მიყვარს ხოლმე ბატონო ფერებს ხო კარგად ამჩნევ რა ფერები დაახლოებით მიხვდებით ზურმუხტის ფერი და ეს არის წამული თუ წითელი ეს არის მწვანე მართლა თუ ნარინჯის ფერი ზურმუხტ საფიროს ხმელეთ ზურმუხტის ხო ხო არა იმიტომ რომ ხო ეხლა რეალურად ხო ეხლა ძალიან აქტუალურია რა ეს ფერების არება იმიტომ რომ თქვენ იყავით კომიტეტის თავმჯდომარე პირველად ფერები აერიათ პარლამენტის დეპუტატებს როვერ გადაგა და ძალიან მოწყენილები იყვნენ იმ დღეს ძალიან იმიტომ რომ ეს იყო პრაქტიკულად პირველი გამოცდა მითის რომ ყველაფერში 100%-ით ეთანხმება ხო იმ დღეს დადასტურდა რომ ეს ასე არ არის ხო და იყვნენ მთელი დღე ხვირჩამოშვებულები ძალიან მოწყენილები ზოგიერთები თორე არ მან რა მაინტერესებს იცი მართლა ფერები აერია თუ ხმა არ მისცეს თქვენს გადაყენებას და ეს მაინტერესებს ძალიან მოწყენილები იყვნენ და გავაგზავნებ აქ თემას მე ზოგიერთებს ძალიან მოხვდათ ამის გამო მაგაზე ანეკდოტი გამახსენდა სხვათა შორის ხო ერთი კაი გურული კაცი იყო ოღონდ ანეკდოტი როგორი მართალი ამბავია რა თბილისიდან ბათუმში გამოუშვეს მივლინებაში და ოზურგეთში სოფელში ქონდა სახკარი და რაღაცა თლად რომ მიტოვებული არისო ესეთი მეზობელს რო ქონდა მეურნეობა ჩაბარებული და ზაფხულში ჩამოუყვანა 2 გოჭი და 4 ინდაური ხო და უთხრა რომ ერთი გოჭი თქვენი იყოსო 2 ინდაური თქვენი იყოსო და საშობაოთო გამიზარდეთ გამისუქეთო და ჩამოვალდა მოვიკითხაო და მივლინებაში იყო მოდის გზაზე და გააფრთხილა ეხლა მე ბათუმში მივდივარო და უკან რო გამოვიულიო გეხვეწებიო დაკლული და გამზადებული დამახვედრეთო და ეს ბძღოლი უდგას გვერდში ამას ანზორის და ანზორიჩი იყო ის ესე ეძახდა ხო ხო და ესე უნება ქალი მეზობლის და რა გითხრა იცი ვახტანგი ბატონო აცხა შენმა გოჭმა მეიწყინა და კი დავკალით აუ ეწყინა ამას ხო და იმას ვეღარ კადრებდა ეხლა რომ მეორე შენ რო დაგიტოვე ის მაინც გამატანეო და მაშინო რადგანაც ასეაო ინდაური მაინც ხო რაცხა ინდაურებაც მეიწყინა და ორივე კი მივაკალეთ ზეთო და ჩამოუშვა მან თავი ვახტანგი და ძღოლი ეუბნება ანზორიჩი სომეხი ბიჭი ყავდა არ მაიწყინო ხო ხედავ რომ მაიწყინა რაები უკდეს ანუ იმ დღეს ესე იგი მოიწყინეს ხო მოიწყინეს და მე ხა ყველას პატივისცემ რა თქმა უნდა რაზეა ლაპარაკი მაგრამ ზოგიერთებს მაგრად მოხვდათ მაგრამ თქვენი წამოსვლის შემდეგ ნამდვილად დაისვენებთ იმიტომ რომ მარტო ტექნიკის სახლის მესიჯები მოგივათ მხოლოდ ტელეფონზე ეგ რაც არის კარგი ბატონო ზედ ერთ თემას მინდა შევეხო საინტერესო თემაა რა მეზობლების მისალმების ამბავი ინგასთან იყავით ხო რაღაც აიტაცეს ეგ ზაღლი ყავთ ხო როტოილერი თუ არ კი ძალიან საყვარელი როგორ შეამჩნიეთ რომ მეზობლები კარგად გესალმებიან როგორ შევამჩნიე ეხა სუპირდაპირ ასე თუ მიიღეთ კარგად გადატანითი მნიშვნელობით მიიღეთ ხო თუ მიიღეთ მართლა გულწრფელად შევამჩნიე მეორე დღიდანვე რომ ხალხი უფრო გამომელაპარაკა უფრო რაღაცა მეტი რაღაცები მითხრა ადამიანებმა ვინც მეზობელი სადარბაზოებიდან გამოდიოდნენ ხო წახსოვას ერებდი იმ პერიოდშიც რამდენიმე ადამიანი მოვიდა ერთმა შემიქო მეორემ ძალიან რთული ნაბიჯი გადადგი მაგრამ ყოველ შემთხვევაში განწყობა მართლა შეცვლილი იყო კიდე უფრო უკეთესობისკენ თორე ეს კი არ ნიშნავს რომ ვინმე სუდათ მესალმებოდა ნაკლად არ ყოფილა მას ძალიან სასაცილო იყო მართლაც იმის გამოსვლა რომან გოცირიძის გამოსვლა რომელმაც თქვა რომ ესე რომანს ფანტასტიკური გზნობა ძალიან მაგარი იუმორის გზნობა აქვს რომელსაც თქვა რომ ეს ცხოველები მარტო ზაღლები კი არა მალე ცოტა ხანში კატებიც მიესალმებენ ბატონ ზვიაც უთხრა რომ პირიქით ძალიან კარგია რაც ხდება მისთვის მან თავადაც აღნიშნა რომ მას შემდეგ რაც ქართული ოსტებიდან წავიდა
მეზობლები განსაკუთრებული სითბოთი ესალმებიან მას. მერე ვნახეთ სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ის ძაღლს ასეირნებდა ეზოში და ყველამ დავინახეთ მეზობლის ძაღლები თუ როგორ ღიმილიანი, ასე ვთქვათ, და თბილი შეხვედრით ესალმებოდნენ მის ძაღლს და მას შემდეგ რაც იგი გადადგება კომიტეტის თანამდებობიდან და ამ პოსტსაც დათმობს, მეზობლის კატებიც კი, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევია. თავიდანვე შევაწერ, მას სერიოზული ნობა ქონდა. კუპონები რო შემოიღო იმ დროიდან. ხო, კუპონების დროიდან. იუმორის ნობა რო ქონდა მაგას. აი ჩვენი ბულბული ყავს, ჩვენ ესეც გახარებულია ბატონო ზვიად. ჩვენი ბულბულით როგორ ტიკტიკოს. მოკლედ ბატონო ზვიად, მოდი მაშინ გადავიდეთ ეს ძალიან საინტერესო თემაზე. მე ჩვენთან სტუმრად აღმოჩნდა, ნუ ის გაიგორო თქვენ ჩვენ გადაცემაში მოდიოდით ბატონო ზვიად და ერთი თქვენი ძალიან ესეთი ახლო მეზობელი ხო მოვიდა ჩვენთან სტუმრად, ნუ უნდა რომ შემოვიდეს პატივისცემის ამბავში თუ მიიღებთ. კი ბატონო. თუ შეიძლება მობძანდით. გამარჯობა. გამარჯობა. აგი ავარიულ სადარბაზოში ცხოვრობს. ხო, და poetობა. გამარჯობა ბატონო ნიკა. არა, ბატონო ზედა, რას ლაპარაკობ? რო წამოხვედით ოცნებიდან, ისე გამიხარდა. ხო. ისე დაუქრიე თავი და მივესალმე გადავწყვდი ბუდიზმს. ისე ბატონო ზედა, დამძალდი თუ დააკვირდით. თქვენ უკვე ბატონო ზვიადმა იცის ყველა მეზობელს რამდენი კბილი აკლია. კი ბატონო, საერთოდ ისე გამადრული ესალმება ყველა კაცო. მოდი, თუ გამოდი აქეთ, ჩუჟო იაღარ არის ეს როია. მოდი ჩემთან. გაუში ისე ინოს დარბაზში. ითამაში, ითამაში. კი ბატონო. სხვათა შორის ტორი, შეხედე ხო იცარი ზვიადი ბიძია. ხო იცარი, ეს რექსის რო ასეირნებს საღამოობით ის არის. კენი ქვია ჩემს. კენი, ხო, სულ მერევე ეგორი სახელი ერთმანეთში. კენი და რექსი, ხო. ისე თუ დააკვირდით თქვენ ბატონო ზვიად თქვენ ძაღლს თუ ამჩნევთ რაიმე ცვლილებას, მე მგონი მოწონთ ერთმანეთი. და ძალიან გთხოვთ, ნუ შეუშლით ხელს ამ ურთიერთობას. აქ პრინციპში მეც დეპუტატის ოჯახი უფრო მაწყობს ახლა და ნორმალური ადამიანის ვიდრე ვიღაცა თვარიაშკას ბიჭიც საძებარია დღეს და გოგოც. არ ხარ ჩვენი ტომის და ჯიშის, თორე არა. ყوارს არ გეტყობ. ესე იგი სხვადასხვა ჯიშია. ხო, არა უშავს კაცო. კი ბატონო. ეგ კი არა ბიჭია თუ გოგო? ბიჭი. ჩემის ბიჭია და ეთქობა რუსთავიოზე რომ მოვწი. მეორე თავს კაცო გოგო თავარი არის ნორმალური ოჯახი იყოს თუ არა მეორე თქმა. თავარია რაღაცა მოვიფიქრო. ხო, თავარი. ბატა შორის ვანო რა მინდა რომ იცი, თუ იცი. მარტო ეს ძაღლი კატაც ყავს სახში, მარტო ძაღლი და კატა კი არა, კაცო. ესე იგი რა თავი. თუთიყუშიც გაგიჟებულია, კაცო, გახარებულია, ისე ბატონი ზვიადი რო წამოვიდა, ოცნები გაგიჟებულია თუთიყუში. ეგ საიდან დაასკვენთ ახლა თუთიყუში აშუაში. ამბობ. რას ქვი დავასკვენი კი არა, მივედი გუშინწის სახში და დაუპუტია სულეთფერადი ბუმბულები და ამ ბუმბულები დაუწვია, ზვიადი მიყვარხ. თუ არის გაპუტული საცოდავი, ეგ რა თქმა უკვე და. ძალიან საინტერესოა. ბატონო ზვიადი, ერთი თქვენ ის თუ გახსოვთ ერთი 3-4 თვის უკან დაახლოებით გამარჯი რო გითხარით. გამარჯ თუ გამარჯობა? გამარჯი, ხო, მაშინ არის ყოფილა წამოსული. გამარჯი. მახსოვს და რაღაც არ მომწონა და მაგან მეტი мотиваცია. აი, სამაგეროთ ახლა. მიდი, არ დაგლიჯო ვინმე და მიდი. სხვათა შორის მე ბატონო ზვიად რა მინდა რო ვთქვა. მინდა ვთქვა რომ ბატონი ზვიადი ეს ტელემაყურებლების გასაგონად ვამბობ ახლა. რომ იგივე სახლში ცხოვრობს, რომელიც 2012-მდე სადაც ცხოვრობდა, იგივე სახლში. ხო, მეზობლები ხართ. აბარა, სხვათა შორის იმ корпуსში მე და ბატონი ზვიადი ვარ დარჩენილი ყველაზე პატიოსანი ადამიანები. არა, კი ქონდა ბატონ ზვიად შანსი. არ გამოიყენა. რომ მარტო მე დავრჩენილიყავი ყველაზე პატიოსანი ადამიანი მაგ. რა ვქნათ, მე მეჯიბრებით ბატონ ზვიად, მაგრამ არა უშავს.
არ არის პრობლემა. კი ბატონო. კი ბატონო. სხვათა შორის შევეჭიბროთ კი ბატონო. სხვათა შორის ძალიან გულშემატკივრობთ უკვე რა. ის მიშლის ნერვებს. ის კობახიძე მიშლის ნერვებს. როგორ პასუხებად რაღაცა მე ეს გამაჩევეთ ეს მოტენცელი კაცი ეს ტირიფიკაცია როგორ მიშლის ნერვებს როგორ მიშლის არა უშავს ყველაფერი კარგად იგებს ის რა გამახსენდა კიდე ის თუ გაქვს საკითხული თქვენ ლირიული ლარნაკი ლირიკული ლარნაკი ლირიკული თალაკვაძის თუ გაქვს საკითხული მე წავიკითხე სხვათა შორის და დავწმუნდი რომ ეგ უნდა ისწავლებოდეს პირველ კლასში ასე მოგეწონა პირველივე კლასში რა აბარა ბავშვი სანამ გაიგებს და გაიაზრებს რას კითხულობს მანამდე უნდა ასწავლა თუ არა ის რო ჩამოყალიბდება მე ხო შეძულდა ადამიანი რატო აძულდა საინტერესოა თქვენი რატო გამოვიარე ახლა არ მითხრა რომ ლექსი არ დაგიწერი არასდროს ბავშვობაში მერე არა არცალი ფიზიკური რატო გამოვიარე ბატონო ზვიად ახლა პირდაპირ გადავალ საქმეზე 20 წელს ვაგროვებთ მეზობლები ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური დაფა მინათება უნდა გავაკეთოთ მინათება ლონტების ნათესავი ხო და რატო გვინდა ახლა ეს 20 წელს განათებას ვამონტაჟებთ ის დაფა გავაკეთეთ სპეციალური ყოჩაღზვიან და გავაკეთეთ ეს დაფა და მაშინ დაგელოდებით ახლა ჯერ იქნებ გაგვირემონტონ სადარბაზო და მაგ საკითხს თქვენთან უნდა მოვიდეთ ისე ჩემთან არა ერთი შუკით იქეთ ერთი კი ბატონო არ არის პრობლემა აღგრიბოთ კაი მე დაგელოდებით მაშინ კულისებში საღამოს მოგცემ რა ნიკა ეხლა კი გენაცვალე არა მაინც აქ დაგელოდებით იმიტომ რომ ერთად გავი ხო იცი თქვენზე როგორ გიждდებიან ცხოველები და მეზობლის ცხენი გამომყვა სელფი მინდა მეუბნება გადავიღოთ ის ცოდვა თქვენიც ადამიანია როგორ გეკადრება სორი მოკლედ ბატონო ზიად მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის რომ გამონახეთ რომ დღეს ვიცი რომ ძალიან მოუცლელი იყავით მე მესმის თქვენი მაგრამ ნუ ესეც გადახდა უნდა გავიქცე დიდ წითელს უნდა მივაჭირო ხელი წითელს საჭიროა მწვადეს წითელს მაშინ ამ ორივე ფერს გაგატანთ და რომელია რომ იქ მიუკრათ ვის ვერ არკვევს რა ეგ დავწერებთ ქვიკიდეც დღეს სხვადასხვა გამოვედი სიტყვით არავინ დარბაზში არ იჯდა უმრავლესობის ხარეს არავინ სუცარიელი იყო ნუ ერთი კომიტეტის თავმჯდომარე იჯდა მხოლოდ მეორე წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე და ჯამში 14 კაცი 110 კაციანი უმრავლესობიდან. ამ დროს მიდის განხილვა უსერიოზულესი კანონპროექტის კაცი შვილი დარბაზში არ იყო. ნუ კიდე ახლა სამაგეროდ ახლა შეიკრიბებიან კენჭისყრის დროს. დიდი მადლობა მინდა მობრძანებისთვის გადაგიხადოთ. მშვიდობას გისურვებთ, ჯანმრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს. იცოცხლე, მადლობა თქვენ. ბატონ ზვიად კვაჭანტირაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა. ტელემაყურებლებო დღეს მიამით გემშვიდობებით ეხლა უნდა გავიქცე ბატონი ზვიადი უნდა წავიყვანო ჩემთან უბანში ჩემ მეზობლებმა მთხოვესო ჩვენც გვიდა რომ სხვანაირად მივესალმოთო და მიმყავს იქით მისასალმები